გამარჯობა. ძალიან სერიოზულ თემაზე მინდოდა დღეს თათბირის ჩაწერა. გამარჯობა. დაველოდოთ სხვებს და ეს საკითხი არის სურსათის იმუნებლობა, ჩვენი ერის ჯამრთელობა, მომავალი, რას ვჭამთ, რას ვსვავთ და რას ვაჭმევთ ჩვენს ბავშვებს. ძალიან გაბრაზებული ვარ ამ საკითხზე, რაც მედიაში ვრცელდება, რა თქმა უნდა. დაველოდოთ რამდენიმე წამი სხვებსაც. მიკროფონს გავიკეთებ ამასობაში. გამარჯობა ყველას მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი თათბირი არის იმ თემაზე, რომელიც ჩემთვის როგორც მშობელისთვის და ისევე როგორც პოლიტიკოსისთვის არის ძალიან სერიოზული და ძალიან სერიოზულად მისახედი. ეს არის ის სკანდალი, რომელიც ეხება რძეში, ერთ-ერთი კომპანიის რძეში კარცენოგენური ნივთიერების აღმოჩენას, ანუ ნივთიერებისა, რომელიც არის მომწამლავი და გრძელვადიანად იწვევს სიმსივნეს. დღევანდელი ეს ამბავი. უბრალოდ დაველოდოთ რამდენიმე წამი სხვებს და დავიწყოთ ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, სერიოზულად გავარჩიოთ ჯანდაცვის მდგომარეობა, სიმსივნეების რაოდენობა, ხარისხი, რასაც ვჭამთ. გამარჯობა ყველას მივესალმები, ვინც საქართველოდან გვიყურებს, ხედავ მე სტატისტიკას, მთელი მსოფლიო ერთვება აქ გერმანია, საბერძნეთი, აშშ, ძალიან ბევრი მსმენელი და მაყურებელი დიდი ბრიტანეთი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ესე იგი, მოგესალმებით. გამარჯობა ბატონო გოჩა, ტეხასი, ოსტინი, შვენიერია. მე არ ვარ მადნამყოფი, სხვათა შორის ამბობენ, რომ ძალიან კარგი ქალაქია. სასიამოვნოა. აი, საქმე რაში ეცით, მოდი დავიწყოთ. საქმე იმაშია, რომ როდესაც გვეკითხებიან, რომ რატო გვინდა რომ შევცვალოთ ხელისუფლება, რატო უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება. აი ძალიან ელემენტარული, ყველანაირ გეოპოლიტიკას რო თავი დავანებოთ, ელემენტარული საკითხი გამოვლინდა აი ახლა ჩვენს წინაშე, საკითხი, რომელიც ყველას ჩვენს უნდა გვადარდებდეს ჩვენ თავზე, მაგრამ უფრო ადარდებს, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, რომელსაც ყავს შვილები და ეს არის საკვების ხარისხის საკითხი. რაიმე ვინმეს გაუკვირდა ახლა, რომ აღმოჩნდა ერთ-ერთი კომპანიის პროდუქციაში, ვიმბილდანის, თუ არ ვცდები, კომპანიის პროდუქციაში, რომ აღმოჩნდა სიმსივნის გამომწვევი ნივთიერება. მე არ გამეკვირდა. არ გამეკვირდა, იმიტომ რომ საქართველოში ვცხოვრობ, ვუსმენ ადამიანებს, ვუსმენ მეცნიერებს, მკვლევარებს, ფერმერებს და წარმოდგენა ზოგადად მაქვს რა ხდება ჩვენი საკვებისა და სასმელის ხარისხში. ჯერ ეს ერთი სასმელი წყალი არა აქვს ხალხს საქართველოს უმეტეს ნაწილებში. ეს თბილისში არის, რომ მეტნაკლებად გვაქვს, მაგრამ რა ხდება იმაში, რასაც ვჭამთ და ვსვავთ. და რაც გვისწრაფებს იმის მაგევრად, რომ გვაძლიერებდეს, გვისწრაფებს სიცოცხლეს. ჩემთვის ეს არის. ანუ ჩემთვის ეს არის, რომ არც ერთი წამით ხვალ ზეგ მაზეგ არ უნდა ვაძლევდეთ საშუალებას. ვინმეს ქართული ოცნებიდან გამოვიდეს და სისულელეები თქვას, ილაპარაკოს რა ხდება ხალხო ამერიკაში და რა ხდება
რაღაცა სისულელეები. ეს არის პოლიტიკური საკითხი. პოლიტიკური საკითხი არის, რომ ქართულ ბაზარზე გავრცელებული რძე, რომელსაც სვავენ უმეტესწილად ბავშვები, რომელსაც ვიყენებთ ასევე პროდუქციაში თუ ცხობაში თუ საკვებში, მოიცავს ნივთიერებას, რომელიც შეიცავს და იწვევს, რომელიც არის მომწამლავი, რომელიც ხდება რძეში იმ საკვებიდან, რომელსაც მიირთმევენ ცხოველები, როგორც წამლის სახით თავის დროზე და შემდეგ რომელიც ხდება, რა თქმა უნდა, ადამიანის ორგანიზმში და დაკავშირებულია, მომწამლელია, დაკავშირებულია სიმსივნის გამოწვევასთან. ეს არის. და ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალური მე აი ხა დრა სისულელე რო ტარდება საგამოძიებო კომისიის სახით, ნორმალურ ქვეყანაში ხვალ ურშაბათს ამაზე დაიწყებოდა საგამოძიებო კომისია პარლამენტში. დაიბარებდნენ ყველა რძის მწარმოებელ კომპანიას. დაიბარებდნენ რძეს, ვინც აბარებს და რძის პროდუქტებს, ვინც აწარმოებს. ეს ხო სხვადასხვა, ანუ რძეს, ვინცაც ფერმები აქვს და მერე ვინცაც აწარმოებს რძის პროდუქტს. ეს შეიძლება იყოს ერთი და იგივე, საქართველოში ეს არის სხვადასხვა. და დაიბარებდნენ მათ და იქნებოდა სერიოზული საპარლამენტო გამოძიება, მსჯელობა იმ თემაზე, რომელიც ეხება საქართველოს ბავშვების უმეტესობას. ამ თემაზე. ამის მაგივრად ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არაფერი ესეთი არ აინტერესებს და არ უნდა ვაძლევდეთ არც ერთ წამი საშუალებას ილაპარაკოს სხვა საკითხებზე. არ უნდა ვაძლევდეთ. აი ამაზე უნდა ვალაპარაკოთ. ეხლა ნახეთ. როდესაც საუბრობთ, ასევე გავრცელდა ეს ინფორმაცია, რომ ჩვენთან ფერმებში მიირთმევენ აჭმევენ საკვებს, რომელიც არის მიღებული ფრინველის იმისგან, რა ქვია, ნარჩენებისგან, ხო? ფრინველის ნაკელისგან, სწორი სიტყვა ეს თუ არა. ნახეთ, ესეც, ეხლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისმის საკითხი. ირღვევა თუ არა ამით კანონი, რომ ძროხას, ისევე როგორც თავისუფალ ფერმაში, მაღალი დონის ფერმაში, როდესაც თავისუფლად ბალახს აჭმევენ თუ რაღაცას, ამის მაგივრად, როგორც გადამუშავებულ საკვებს აჭმევენ და ეს საკვები არის ფრინველის ნაკელი, ნარჩენი. ეს პრაქტიკა აკრძალულია ევროკავშირში, როგორც მავნებელი, ასევე აკრძალულია კანადაში და ამერიკაში მიმდინარეობს დიდი დებატები ამის აკრძალვასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, როგორც იაფი, როგორც ხელმისაწვდომი საკვები, გარკვეული ინდუსტრია მას უკან უდგას ზურგში და არ უნდა რომ აიკრძალოს, იმიტომ რომ ეს ხელმისაწვდომია უფრო ვიდრე ალბათ სხვა საკვები, რომელიც უფრო ძვირიანია. მაგრამ რატომ არის ეს აკრძალული ევროკავშირში? იმიტომ რომ არსებობს კვლევები, რომ ეს ჯანმრთელობისთვის არის ეს კვება არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი. რატომ არის ჯანმრთელობისთვის მავნებელი? იმიტომ რომ ფრინველს უკეთებენ ანტიბიოტიკებს, უკეთებენ წამალს, რომელიც შემდეგ ხდება მის ხორცში, ამ ხორციდან ხდება ნარჩენში და ნარჩენიდან ხდება შემდეგ ძროხაში და მერე ასე ზიარ ჭურჭელის პრინციპით მოდის ჩვენი შვილების ორგანიზმში. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, კერძო ჟურნალისტურმა გამოძიებამ უნდა გამოიძიოს ეს? ეს გააკეთა ჟურნალისტურმა გამოძიებამ სტუდია მონიტორის, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება არსებობს გრანტების მეშვეობით. და ახლა აი ამ კანონის მეშვეობით ფარას, ეგრეთ წოდებული ფარასი, ის კი არა საქართველოს თავისუფლად აზროვნების დატერორების კანონი ქვია ამას, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ ამ კვირას, ამ მსგავსი ტიპის გამოძიებები არ იქნება ისე ხელმისაწვდომი, მაინც გაგრძელდება, მაგრამ არ იქნება ისე ხელმისაწვდომი. და ვის აწყობს ეს? ამაზე ხო უნდა დავფიქრდეთ. ვის აწყობს, რომ ჩვენ არ გავიგოთ, რა ხდება იმ ფერმებში, რომლებიც
მერე შემდეგ ამარაგებენ უმეტესობას იმისა, რაც ხდება ჩვენ სასურსათო მაღაზიებში. ეხლა არ დაგავიწყდეთ. ის პატრონი, რომელსაც აქვს ეს ფერმა, ეს საკითხი გაირჩა საქართველოს სასამართლოებში 2024 წელს. ჩქარა და მან ეს დავა მოიგო. და რატომ მოიგო მან ეს დავა? იმიტომ რომ ქართული ოცნება უდგას მხარში. და ამ სასამართლოში ჩვენი ბავშვების ინტერესები არ დადგინდება. დადგინდება ფეოდალის ინტერესი, რომელიც არის ახლოს პატარა შემადგენლობასთან, რომელიც მდიდრდება ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე. ეხლა ძალიან სერიოზული საკითხი მინდა გითხრათ და ეს არის სიმსივნეების საკითხი, რომელსაც იწვევს ეს ნივთიერება ნაპოვნი ვიმბილდანის რძეში. პირველი, რატომ არ იყო ეს ნაპოვნი აქამდე და როდესაც რძე შემოდის ჩვენ დახლებზე, რატომ არ ხდება მისი შემოწმება ისე და პოსტფაქტუმ საჟურნალისტური გამოძიება რატო წევს ამ ინფორმაციას? ეს როგორ შეიძლება? ანუ გამოდის რომ ნებისმიერ რძეში და ნებისმიერ პროდუქტში, რომელიც არის ჩვენ სასურსათო ქსელში, შეიძლება აღმოჩნდეს ნივთიერება, რომელიც არის აკრძალული. დღეს შეიძლება ხალხო, ეს არის მასობრივი გაყიდვის პროდუქცია, ესერძის პროდუქტი. ეხლა სტატისტიკა მინდა გითხრათ. საქართველოში ბოლო 2015-დან 2021 წლამდე 6 წლის განმავლობაში იყო 74,770 შემთხვევა სიმსივნის. 74,770 შემთხვევა. ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია. ხვალ შემოგთავაზებთ მე დამუშავებულ ციფრებს ამასთან დაკავშირებით, როგორ შეედრება ეს ციფრები ევროპის ქვეყნებს. მე თუ მკითხავთ, თან ეს ციფრები რა თქმა უნდა არ იქნება სრულყოფილი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა არ აღირიცხება ადამიანი რეგიონებში განსაკუთრებით რო გარდაიცვლება, როგორ გარდაიცვალა ამას ვერც ვიგებ და ოფიციალურად ფაქტობრივად 75,000 შემთხვევა გვაქვს სიმსივნის. ყოველ წელიწადს 10,500 შემთხვევა. აღთვისებიან სიმსივნეზე ვსაუბრობ. ზოგადად არა. ყოველ წელს 10,500 ადამიანი აღმოჩნდება, რომ დაავადებულია სიმსივნით. აქედან ქალბატონებო, პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე სარისკო და ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს მკერდის სიმსივნეს და ყველაზე სარისკო პერიოდი არის 30-დან 60 წლამდე ასაკი. ეს არის ოფიციალური ჯანდაცვის მონაცემებით, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სკრინინგების შემოწმება და რომ სახელმწიფო დაუდგეს ამაყობს ყველაფერს მხარში. მაგრამ ამაზე ცალკე. მაგრამ თქვენ წარმოგიდგენიათ, ის რასაც ჩვენ ვჭამთ, ის რასაც ჩვენ ვსვავთ, რასაც არ ახლავს სახელმწიფოს დაცვა, ეს ყველაფერი აისახება აი ამ ციფრებში და იმ ხარჯში, რომელსაც ახლა სოციალურ ნაწილს არ ვამბობ რა უბედურებაა, მაგრამ იმ ხარჯში, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო მერე გაწევს, რომ ამ ყველა ადამიანს რაღაცა ნაწილობრივ რაღაცნაირად მაინც შეეხიდოს. ჩვენთან რო სიმსივნის მკურნალობა პრობლემურია, ეს ამაზე მე არაერთხელ მისაუბრეა, მათ შორის ონკოპაციენტების გაფიცვაც მეტყველებს ამას. ერთ-ერთი ქვეყანა ალბათ მსოფლიოში, სადაც შეიფი ონკოპაციენტები იყვნენ გაფიცულები. და ისიც მეტყველებს, რომ საქართველოდან ევროპაში მიმავალი ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი იქ მიდის სწორედ იმისთვის, რომ იმკურნალოს. ესეც ვიცით, ხო? და ეხლა ნახეთ, სად არის აქ სახელმწიფოს როლი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ როდესაც რაღაც პროდუქტი მოდის თავიდან, მიწიდან ამოიღებენ და სანამ მოხდება ჩვენ სუფრაზე, ის უნდა გადიოდეს კონტროლს. ის უნდა გადიოდეს შემოწმებას. და ევროკავშირი იმიტომ არის კარგი, რომ ორივე მხრივ არის. ერთის მხრივ იქ არის ძალიან მაღალი სტანდარტები. აი აკრძალულია ამ ფრინველის იმით რა ქვია, ნაკელით ყვება ცხოველების და ბევრი რამე ძალიან გაწერილია და უვლიან თავიანთ მოქალაქეებს ისინი.
მეორეს მხრივ ეს არის ძალიან დიდი ბაზარი, უმდიდრესი ქვეყნების ერთობა, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცა ვაწარმოოთ, კარგად მაგალითად, ხო? იგივე რძის პროდუქტი, რომელიც საქართველოსთვის პრობლემაა, სხვა რამე, რა ვიცი მე, რაც გინდა თქვი, თაფლი, თხილი, აგერ არის მთელი ბაზარი, სადაც ეს შეიძლება გაიტანონ და გაყიდო. ოღონდის მაღალი ხარისხის უნდა იყოს. ოღონდ სახელმწიფო უნდა დაუდგეს გვერდში ფერმერს და გააგებინოს, როგორ მოიყვანოს, როგორ გააკეთოს, ისე როგორ შეწამლოს, რომ ეს ყველაფერი მერე იმით კი არ შეწამლოს, როგორც იწამლება ჩვენთან და მერე ღმერთმა იცის რას ვჭამთ და რას ჭამენ ჩვენი შვილები. და ყველაზე მთავარი, ხა დავასრულებ. ეს ყველაფერი არის პოლიტიკის საგანი. ეხლა დაუკვირდით პოლიტიკოს კაცებს. თუ ვინმე იტყვის ამაზე რამეს. არავინ არაფერს არ იტყვის. არ გონიათ, რომ ეს პოლიტიკური საკითხი. ან ტელევიზიებს დაუკვირდით. შუა დღის გადაცემაში კი არა, დღის გადაცემაში, აი საღამოს გადაცემაში, პოლიტიკურ თოქ-შოუში თუ გაირჩევა ეს თემა. ყვება, რძის ხარისხი, რას ჭამთ, სიმსივნეები და ასე შემდეგ. ჯანდაცვა, მთლიანად ეს ციკლი. და მთავარი ის, რომ რეალურად ქართული ოცნების პირობებში ჩვენ უბრალოდ კითხვის ნიშანი გვიდგას როგორც ერს. ქართველების გადარჩენის საკითხია. მე ამაში 100%-იანი დარწმუნებული ვარ და ყველანაირი ციფრებით ამას დაგიდასტურებთ. და ეს თემები, ჩემო კარგო ხალხო, უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის საგანი. რომ ჩართოთ პოლიტიკური გადაცემა, რაზე იქნება საუბარი, რაზე იქნება? აი რაღაცა კოალიცია შეიკრიბა, კოალიცია დაიშალა, რა ხდება თვითმმართველობის არჩევნები ხალხნო. ეს არ არის პოლიტიკა, მაგრამ ეს არ არის მთლიანი პოლიტიკა. ეს რაზეც ჩვენ ვწავ, რაც თქვენ გადარდებთ უმეტესობას. აბა საიდან ვიცი, როგორც მეც მადარდებს როგორც მშობელს. აი ახლა შევიხედე მასივაში და ვუხურებ და ვფიქრობ, რა რძე უნდა ვიყიდო. და ნახეთ, ვიღაცები წავიკითხე სოციალურ ქსელში წერენ, რომ მე ვსვავ ნუშის რძეს, მე ვსვავ სოიოს რძეს. მეგობრებო, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ჩვეულებრივ რძესაც ვერ ყიდულობს. არა თუ ნუშის რძეს და თხილის რძეს. ჩვეულებრივ რძეც ძვირია ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და კარაქი არის ხელმიუწვდომელი. ჩვეულებრივი. და როდესაც ჩვენ საუბრობთ, ხლა მე ავდგები და რძეს აღარ დავლევ, მაგრამ დავლევ ნუშის რძეს, ეს ეხება საქართველოს მოსახლეობის 1%-ს. 1%-ს. ამით არაფერი პრობლემა არ გადაიჭრება. პირიქით, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ როგორც აი ახლა ცოტა ხნის წინ ესტონეთის პარლამენტში რო ვიყავი მივლინებაში. ხალხო, ესტონეთი პატარა ქვეყანაა, მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენზე პატარაა და გადაჭედილია სასურსათის მაღაზიები გავსებულია ესტონური რძის პროდუქტით. როგორ არ გადავიღე ვიდეო, რას მომაფიქრდებოდა, რომ ეს დაგჭირდებოდა. ნახეთ, პატარა მილიონიანი ქვეყანა არის. 1,5 თუ 1,200,000. ჩვენზე პატარაც კი არის. და იმხელა რძის წარმოება აქვს, რომ საერთოდ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ რუსული წარმოება, მიმბილდანი სხვათა შორის, რუსული წარმოება, სადაც აღმოაჩინეს ახლა ეს ნივთიერება. რუსული წარმოება. დიახაც, რუსული კომპანიაა. იწარმოება კავკასიაში და იყიდება საქართველოში. და რატოა შენი წარმოება ისეთ მდგომარეობაში, რომ მას არ უჭირს აქ შემოსვლა. და ასე ადვილად შემოდის. არ უნდა კონდეს წაღებული მაღალი ხარისხის ქართულ რძეს და რძის პროდუქტს. არა და იშვიათია. ყველა სპეციალისტი იტყვის ამას და იმედი მაქვს, რომ ჩამერთვება ეთერში ამ დღეებში. ძალიან იშვიათია, ურთულესია და რაც იწარმოება, ის რა ხარისხის არის, ხო გავიგეთ არა? კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ამიტომ ეს რაღაცა ელიტური საუბრები გვერდზე გადავდოთ და რეალურად ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისეთი სახელმწიფო, რომელიც ამ საკითხებით დაინტერესდება. ისე კი არ იქნება, რომ შავი ჯიპებით სიარული, პრადოებით სიარული იქნება მარტო პოლიტიკა და რაღაცა გადმოხედავ და იმაზე ვილაპარაკებ. რა ხდება ვაშინგტონში, ოვალურ ოფისში. არაფერ შუაში არ არის ვაშინგტონი იმასთან, რომ შენ შვილებს ნორმალურად აჭმევდე და ასმევდე. და ეს არის პირველ რიგში ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობა და მე მოგვიყვენ რაღაც ზღაპრები. ამის ფას ცალკე ბავშვთა სიმსივნეზე,
ცალკე ვისაუბრებ ხვალე. ამის ფასს ჩვენ რას ჭამთ, რას ვსვავთ, ამის ფასს მე და თქვენ ჩვენ ვიხდით და კიდე მეტ ფასს გადავიხდით. და ეხა ბოლო რა მინდოდა მეთქვა, ეს არის სარჩელები. ხალხო, მე ყველაფერს ვერ მოვასწრებ. ჩვენ ყველაფერს ვერ მოვასწრებთ. მაგრამ ეს ნამდვილად არის თემა, სადაც თუ თქვენ გაქვთ ცოტა დრო და შესაძლებლობა დროის მხრივ, მშობლები უნდა მოიკრიბოთ და უჩივლოთ სასამართლოში. ამ კომპანიებს სამოქალაქო სარჩელით უნდა უჩივლოთ. უნდა უჩივლოთ. სამოქალაქო სარჩელით. დღეს განიხილება, ხვალ განიხილება, მაზეკ განიხილება, არა აქვს მნიშვნელობა. სარჩელის ფორმას თუ გინდა მე მოგცემთ, მაგრამ მე ამ სამწუხაროდ ამის დრო არ მაქვს, ჩემი სარჩელი მაგ აღარ გასაგზავნი, არაერთი ყველა რომ აჯარიმებენ და კარგი იქნება ნორმალურ ქვეყანაში, რაც გითხარით. ამაზე იქნებოდა საგამოძიებო კომისია და ამაზე იქნებოდა შეიკრიბებოდნენ მშობლები და წავიდოდნენ სასამართლოში. მადლობა იზა. და მილიონობით ლარს კომპენსაციით გამოართმევდნენ ამ კომპანიას და პლუს სახელმწიფოს, რომელიც გულგრილია. იცით ამაზე რამდენი დავა არსებობს მოგებული? თქვა წამლებზე, რომელიც გამოუშვა კომპანიამ და აღმოჩნდა მავნებელი. რამდენიც გინდა იმდენი დავა არსებობს დასავლეთში და დამოუკიდებელი სასამართლო იმიტომ არსებობს, რომ ასეთ შემთხვევაში განსაჯოს და ხალხის მხარე, სამართლის მხარე დაიჭიროს. აი ამაშია საქმე. მოკლედ, დროებით მე ხაზე ვარ, დამატებით ინფორმაცია, ხვალ გავაგრძელოთ მსჯელობა. ნახვამდის, კარგად.